გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 152 კათოლიკოს პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში პირველ საათზე დაიწყება. ამ წუთებში კი იქ წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი აღასრულებს, რომელიც ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართავს. წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრების სამზადისი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე თითოეული ეპარქიის დელეგატებს. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. თუ პატრიარქობის სამი კანდიდატიდან ერთი 4 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 4 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მომავალ პატრიარქს 29 ეპისკოპოსი დარჩენილ 2 მღვდელმთავარ შორის ამოირჩევს. საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაფართოებული კრება, რომელსაც 2000-მდე დელეგატი დაესწრება, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. ისტორიული პროცესის შესახებ უფრო მეც ლევან ფანცხავა მოგვიყვება, რომელიც სამების საკათედრო ტაძრიდან გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. დიახ, 11 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის და მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად არის ისტორიული თარიღი და ვიდრე პატრიარქის არჩევის წესსა და პროცედურებზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინება და მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართავს მეუფე შიო. დღის მეორე ნახევრიდან კი სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. ხვალ, როგორც იცის, ჩანიშნულია პირველ საათზე მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც პატრიარქის არჩევის წესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ სასულიერო პირები. წინა სინოდის სხდომაზე უკვე გამოირჩა სამი კანდიდატი პატრიარქობის, ესენი არიან 20 ხმით მეუფე შიო და 7 ხმით მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, უკვე ხვალ მას შემდეგ, რაც სასულიერო პირები სიტყვით გამოვლენ, უკვე სინოდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის ახალი პატრიარქი. პროცედურები კი ასეთია, 50%-ზე მეტი, ანუ 20 ხმა უნდა მიიღოს მინიმუმ ერთმა კანდიდატმა, რომ დასახელდეს ახალი პატრიარქის ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა 20 ხმა ვერ მოაგროვა, ჩატარდება განმეორებითი კენჭისყრა და ის 2 კანდიდატი მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა ექნებათ. რაც შეეხება ინტრონიზაციის პროცესს, ეს უკვე არჩეულმა პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს. ამ პროცედურებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთდება განცხადებები, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სასულიერო პირების მხრიდან. მანამდე კი ვესაუბრეთ მრევლს, რომლებიც იმყოფებიან ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში. ისინი ამბობენ, რომ ხვალინდელი დღე მართლმადიდებელი სამყაროსთვის გადამწყვეტია და ისინი დიდი სიხარულით ელოდებიან ახალი პატრიარქის დასახელებას. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ, აირჩევენ საქართველოს პატრიარქს და ველოდებით დიდი სიხარულით. ხვალ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველა მორწმუნესთვის, ყველა ქართველისთვის, იმიტომ რომ ყველა ველოდებით ახალ პატრიარქს და იმედია, რომ სინოდი ყველაზე ღირსეულ კანდიდატს აირჩევს. 152 პატრიარქი იქნება ხო საქართველოს ისტორიაში და ჩვენი თაობისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, იმიტომ რომ ეპოქალურ მოვლენას ვესწრებით და რა ვიცი, მე პირადად ძალიან ველოდები ხვალინდელ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, მაგრამ გულწრფელად რო გითხრათ, დიდი ნერვიულობით ველოდები მე პირადად ხვალინდელ დღეს. პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია მცხეთაში მიღებული დადგენილებით, რომელიც ეკლესიის ერთიანმა კრებამ 1995 წლის სექტემბერში მიიღო. მადლობა, ლევან ფანცხავა საუბრობდა სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. დღის სხვა თემებს გაგაცნობთ. ნარკოდანაშაულის ფაქტზე პოლიციამ 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია. მათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახოს რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას ედავებიან. პოლიციამ ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ალფა-პვპ, მეთადონი, გამომშრალი მარიხუანა და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი ამოიღო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და მისი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
აჭარის პოლიციამ კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა. ბათუმში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი უცხოეთის ამბები უკრაინაში დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები. პარალელურად რუსეთის პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მხოლოდ ჩართული მხარეების პასუხისმგებლობა და გარეშე პირების ნაკლები ჩარევისკენ მოუწოდა. პუტინის თქმით, მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ყოველთვის მზად არის. Прежде всего касается России и Украины. პირველ რიგში ეს კონფლიქტი ეხება რუსეთსა და უკრაინას. ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას და პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად სურს ამ საკითხის მოგვარება. ამისთვის მადლობელი ვარ, თუმცა ეს მაინც უკრაინისა და რუსეთის საქმეა. ნათელია, რომ ამერიკას ეს კონფლიქტი არ სჭირდება და სხვა ბევრი პრიორიტეტული ამოცანა აქვს. ვფიქრობ, უკრაინის კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის. ეს სერიოზული საკითხია, ვისაც შეხვედრა სურს, შეუძლია ჩამოვიდეს მოსკოვში და შევხვდებით. მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა მივახცევთ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებას. გრძელვადიანი ისტორიული პერსპექტივით. პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაამტკიცეს. ახალმა პარლამენტმა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი 140 ხმით ქვეყნის ახალ პრემიერად აირჩია. ფიცის დადების შემდეგ მადიარმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ ფუნდამენტურ ცვლილებებს დაპირდა. ამასთანავე ახალმა პრემიერმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. Arra adtak nekünk felhatalmazást. უნგრელმა ხალხმა მოგცა მანდატი, რათა უნგრეთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალოთ. არა მხოლოდ მთავრობის, არამედ თავად სისტემის შესაძლებლად. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. პირობას ვდებ, რომ მომავალ წლებში განვამტკიცებთ საზოგადოების ნდობას. ახლა აქ, უნგრეთის დემოკრატიისა და კონსტიტუციონალიზმის სახლში, მოუწოდებ იმ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომლებიც წინა სისტემის პოლიტიკურ მსახურებად იქცნენ ან ყოველთვის ასეთები იყვნენ. ერთხელ მაინც ეყოთ გამბედაობა, თვალი გაუსწორონ საკუთარ პასუხისმგებლობას და დღესვე ან 31 მაისამდე გადადგნენ. და ეს ტომაშ შუიკომ დაიწყოს. პაკისტანის ქალაქ ბანუში საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარედ ავტომობილის აფეთქების შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ქალაქში ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აიამიში კი გემის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია, დაწყებულია გამოძიება. ისევ საქართველოს დაბახულოში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სკვერი მოეწყო. ის ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი სივრცე იქნება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3900 კვადრატულზე მეტ ფართობ, შეიქმნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე, მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა, დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, წიგნობარისა და ასტრონომის ტბელ აბუსერიძის ძეგლი. დაირგო ხემცენარეები. ცენტრალური სკვერის მოწყობისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის 1,168,000 ლარი გამოიყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიდგა ტბელ აბუსერიძის ძეგლი და ასევე აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იტალიის ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა აბესალომ და ეთერის პრემიერა გაიმართა. საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან იტალიაში საქართველოს ელჩთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორის მოადგილესთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ესწრებოდა პარმის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე, დირიჟორი კი ზაზა აზმაიფარაშვილია. სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი კი ესტერ მარტინი. დადგმა პროექტის ქართული საოპერო შედევრების საერთაშორისო პრემიერები ფარგლებში განხორციელდა. პარმის ოპერა არის ჯუზეპე ვერდისთან დაკავშირებული და აქ იმართება უდიდესი ფესტივალი ვერდის სახელობის და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია საოპერო ხელოვნებაში. ამიტომ აქ წარდგენა კიდევ სულ სხვა ხარისხში აჩვენებს ჩვენ ხელოვნებას და კულტურას. დღეს პარმის სამეფო თეატრში დიდი ენთუზიაზმი შეიმჩნევა. კულტურული ურთიერთთანამშრომლობა თბილისის ოპერის თეატრთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს საშუალებას გვაძლევს წარვადგინოთ ერთად ქართული კლასიკური ოპერა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის მშობლიურ მხარეში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ურთიერთობების. ჩვენ საოცრად ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი დადგმები სრულდება თქვენს თეატრში. აღსანიშნავია, რომ ვერდის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება პარმასა და ბუსეტოში, ჩატარდა თბილისშიც. გვიხარია, რომ ასეთი მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა გვაკავშირებს თბილისის ოპერის თეატრთან. საოცრად მომეწონა მუსიკა, შესანიშნავი მომღერლები არიან. ძალიან მომეწონა კოსტუმები და სამკაულები. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ორიგინალ ენაზე ამ ოპერის მოსმენა, რაც არანაირ სირთულეს არ მიქმნიდა მუსიკის აღქმაში. თავისუფლად მიყვებოდი შინაარს და მსახიობების ქმედებას. მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბოლნისის თეატრის სცენაზე მაყურებელს სპექტაკლი ბეთქილი წარუდგინა. სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთი დალის შესახებ, ისტორია სიყვარულზე, არჩევანზე და ბედის წერაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების დრამატული ამბავი, წარმოდგენა შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ლამაზი მითი ჩამოვიტანეთ აქ თქვენთან ბარად და აი ესეთი დახვედრა, ესეთი არაჩვეულებრივი გარემო, ეს სავსე მაყურებელი, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ბედნიერება. ეს სპექტაკლი ვიცოდით ფესტივალზე მოხვდით ერთად და უდიდესი სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენთან განხორციელებულიყო და ბრწყინვალე პროექტია, მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ ესე გვაცნობს ერთმანეთს და გვაქვს ბედნიერება და ფუფუნება, რომ გავცვალოთ. ეს ანახაობები უფრო ახლოს გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი შემოქმედება. მესტიის თეატრის დასმა შემოგთავაზა სპექტაკლი ბეთქილი, სადაც კიდევ ერთხელ გაგვახსენეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრადიციები და კულტურა. კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველომ 9 მედალი მოიპოვა. ჩემპიონატში, რომლის მასპინძელის ბათუმია 37 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იასპარეზა და შეჯიბრება 9 მედლით დაასრულა. აქედან 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია. საქართველო კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმი კი პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატი, რომელშიც 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, დღეს დასრულდება. ჩვენმა სპორტსმენებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს. ჯამში 9 მედალი იქნა მოპოვებული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიერ. აქედან 3 უმაღლესი სინჯის არის, 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ახალგაზრდებში დაასრულა ასპარეზობა. ხვალ კი უფროსი ასაკის სპორტსმენებში საკმაოდ დიდ, კარგ და მნიშვნელოვან შედეგს ველოდებით. წინა წლის ევროპის ჩემპიონატზე ავიღე ბრინჯაოს მედალი და ჩემი მიზანი იყო ამ ბრინჯაოს ოქროდ გადაქცევა, მით უმეტეს საქართველოში და ეს შევძელი. ეს ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვით ვერ გადმოვცემ ამ ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ შევძელი, რომ ჩემი ქვეყანა მიამაყებინა. გამარჯვებას ველოდი, რადგან საქართველოს ნაკრები კონკურენტი უნარიანი ნაკრებია, რომელშიც ვარჯიშობდა. ემოციებს რაც შეეხება საკუთარ ქვეყანაში დიდი პატივია, როდესაც მესამედ ხდები ევროპის ჩემპიონი.
პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე დროებით.